გიორგი თარგამაძეს ვთხოვ უმცირესობის სახელით. რეგლამენტით 15 წუთი. თქვენთვის არ ვლაპარაკობ ბატონო ელდარ, მაგრამ გარწმუნებთ რომ თქვენს ინტერესით მომისმენთ ასე რომ უჩქარობთ. პირველ რიგში მოგესალმებით ყველას და კიდევ ერთხელ მინდა შევნიშნო რომ ამ დარბაზშიც და ზოგადად ქართულ პოლიტიკურ სისტემაში წლების განმავლობაში პროგრესირებს ვირუსი, რომელიც განსაკუთრებულად საგრძნობი ხდება ხოლმე საარჩევნო კამპანიის მოახლოების დროს. ამ ვირუსს ქვია პოლიტიკური უპასუხისმგებლობა, პოპულიზმი, ერთდღიან მოკლევადიან ამოცანებზე, ერთდღიანი პეპელის მსგავსად ორიენტირება და არა პასუხისმგებლობით გამშვალული პოლიტიკური ძალების ყოფნა საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში, რომელიც თავის ქვეყნის აწმყოსა და მომავალზე ზრუნავენ გულის შეტკივად და შესაბამისად უდგებიან თავიანთ პოლიტიკურ მისიას და პასუხისმგებლობას. ამის მაგალითი არის დღევანდელი დღე, როდესაც საქართველოში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი თავის მთავრობის წევრებთან ერთად გამოდის საქართველოს პარლამენტში, საუბრობს ჩვენი ქვეყნის 4 წლიან მომავალზე და ფაქტობრივად ერთი სიტყვითაც კი არ ახსენებს მთავარ სატკივარს, რომელიც აქვს ამ ქვეყანას. ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მტკივნეული ნაწილი პოლიტიკის, ცხოვრების, მომავლის და აწმყოს. ეს არის უპასუხისმგებლო პოლიტიკური ჯგუფის მიერ წარმოდგენილი 4 წლიანი პროგრამა ქვეყნის განვითარების და ეს არის საარჩევნო გათვლაზე ზორიენტირებული კი არა. მე მინდა რომ ჩემს მეგობარს და კოლეგას გიორგი ახვლედიანს არ დავეთანხმო. ეს არც არჩევნებზე გათვლილი არ არის, რადგან ნებისმიერი პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური ძალა, რომელიც პატივს სცემს მის მოსახლეობას, იმაზე მაინც დაფიქრდებოდა, რომ უმუშევრობასთან, დასაქმებასთან, სოციალურ პრობლემებთან და მაპატიეთ კუჭის სატკივართან ერთად ამ ქვეყანაში ცხოვრობს ის ხალხი, რომელთათვისაც ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობა, თავისუფალი დემოკრატიული საზოგადოების აშენება, საქართველოს გამთლიანება და გაერთიანება უფრო მნიშვნელოვანი არის, ვიდრე ერთჯერადი ამოცანა ერთ დღეს ადამიანების 1000 ლარიანი ან მილიარდიანი დაპირებებით მოხიბულის. ამდენად დღეს ჩვენ სამთავრობო ტრიბუნაზე უყურებთ საქართველოს მთავრობის ნაცვლად საარჩევნო შტაბს მერაბიშვილის მეთაურობით და არა პასუხისმგებლობის მქონე საქართველოს მთავრობას, რომელსაც აქვს პრეტენზია 4 წლის განმავლობაში ქვეყანას რაიმე არგოს. ბატონო, მე ვიცი რომ თქვენ დარბაზში ბევრი თაყვანისმცემელი გყავთ, მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ ბოლო რამდენიმე კვირისა თუ თვის განმავლობაში ისიც შეამჩნია, რომ ფანები არც ოპოზიციაში გაკლიათ. ერთ-ერთი თქვენი ძველი მეგობარი, ამჟამად ერთ-ერთი მსხვილი კოალიციის ლიდერი, ისე მოხიბლეთ თქვენი პიროვნული შარმით, აურით და მენეჯერული თვისებებით, რომ დღემდე ამ ზეგავლენისაგან როგორც უყურებ ვერც გამოდის. მე აბსოლუტურად განსხვავებული წარმოდგენა მაქვს თქვენს პიროვნულ თვისებებზე და მათ შორის თქვენს ნაკებ მენეჯმენტზე. პოლიციის თემას ცოტა მოგვიანებით დავუბრუნდები, მაგრამ თქვენი მენეჯერობისა და კარგად მართვის ერთ-ერთი ჭყალებში კარგი მაგალითია ვითარება, რომელშიც დღეს დევნილები ცხოვრობენ. თქვენ პირადად გევალათ, არ ვიცი რატომ, მაგრამ მაინც საქართველოს პრეზიდენტისგან დევნილებისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა. მე ჩემს მეგობრებთან ერთად ხშირად დავდივარ საქართველოს რაიონებში, ხვდები დევნილებს მათ საცხოვრებელ ადგილებში და თუ ჩემი არ გჯერათ, წავიდეთ ერთად სენაკში, დევნილთა დასახლებებში, სადაც გარედან ეს კორპუსები შეღებილია, გარედან მტერს უბრმავებს თვალებს, მაგრამ დევნილების ასობით ოჯახი პატარა ბავშვებთან და მოხუცებულებთან ერთად ფეკალიების ტბებზე ცხოვრობენ ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით. თქვენ გაარემონტეთ შეღებეთ გარედან, რომ სანახავად კარგი სანახავი და საჩვენებელი ყოფილიყო და ეს ხალხი ცხოვრობს ისეთივე მძიმე მდგომარეობაში, როგორც ცხოვრობდა. დასაქმებაზე და მათი სოციალური პრობლემების მოგვარებაზე აღარ ვლაპარაკობ.
ამიტომ მითი თქვენი კარგი მენეჯერობის შესახებ მოგონილია მათ შორის იმ ადამიანების მიერ, რომლებიც ხელისუფლებასა თუ ოპოზიციაში დღე და ღამე თქვენი ქებით არიან დაკავებულები. გუშინ საღამოს და დღეს დილით ჩვენ ყველანი თვალს ვადევნებდით იმ ძალიან საშიშ მოვლენას, რომელსაც ჩვენი ქალაქის მცხოვრებთა ერთი ნაწილის ქლორით მოწამვლა ჰქვია. ჩვენ ყველანი ალბათ ვლოცულობთ იმ 18 წლის ახალგაზრდის გადარჩენაზე, რომლის მდგომარეობაც სამწუხარო ძალიან მძიმეა. ქლორი არის ის მნიშვნელოვანი ქიმიური ნივთიერება, რომელიც ადამიანს დიდ ქალაქებში განსაკუთრებით წყლით მომარაგების პრობლემას უხსნის და წყურვილს გვიოკებს. ქლორი როცა ზავდება და სათანადო რაოდენობით მიეწოდება სისტემას, კარგია, მაგრამ გაუზავებელი, არაზომიერად მოხმარების ან ისეთი ტიპის მოვლენების შედეგად, რომელსაც ადგილი ჰქონდა გუშინ, ის არათუ საფრთხეს წარმოადგენს, არამედ სასიცოცხლო საფრთხესაც და ამის მაგალითი ჩვენ გუშინ ვიხილეთ. ის რაც ახასიათებს თქვენს მთავრობას, სააკაშვილის და თქვენს მთავრობას ამდენი წლის განმავლობაში, არის სწორედ ზომიერების არქონა ყველა ნაბიჯზე. ბატონ უგზარს უყვარს ხოლმე ქართველი წერლების და საზოგადო მოღვაწეების ციტატების მოხმობა და მეც რომ მისი გემოვნება დავაკმაყოფილო, ნიკო ნიკოლაძის გამონათქვამს მოვიშველიებ და ვიტყვი, რომ ზომიერება არის სწორედ ის, რაც ქართველობას თავისი მიზნების მიღწევაში დაეხმარება. ნებისმიერი რადიკალიზმი ავნებს საქართველოს ინტერესებს. თქვენ სააკაშვილთან ერთად ხალხ სწორედ რადიკალიზმის მაგალითი საქართველოში. თქვენ ოპოზიციას ეუბნებით, რომ აიღეთ მეტი რისკები საკუთარ თავზე, მაშინ როდესაც ამ რისკებს მუდმივად იღებთ და ამ რისკების ფასს თქვენ კი არ იხდით. თქვენ დღემდე მთავრობაში ხართ და ძალიან კომფორტულად გრძნობთ თავს. საქართველო თავისი ტერიტორიებით, თავისი გაჭირვებული მოსახლეობით იხდის თქვენს მიერ აი ამ მოუზომავი ნაბიჯების შედეგად აღებულ რისკებს, რომელიც სამწუხარო შედეგებად დაუბრუნდა ჩვენს ქვეყანას. ჩვენ რეფორმების წინააღმდეგები კი არა ვართ. ქრისტიან დემოკრატებს და ჩვენს მხარდამჭერებს ძალიან მოგწონს პოლიციის რეფორმა. და ვამბობთ, რომ პატრული დღეს არის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საამაყო სახე. მაგრამ მოდი მოსახლეობასაც შევახსენოთ და პირადად თქვენ შეგახსენებთ, როგორც თავარ, ასე ვთქვათ, მოამაყეს ქართული პოლიციის რეფორმის შედეგების. ქართულ ხალხს პატრულის რეფორმა კი არ სჭირდებოდა მხოლოდ. თავარი მიზანი და ამოცანა იყო ქვეყანაში დაცულობის და სამართლიანობის სისტემის და განწყობის ჩამოყალიბება. ჩვენ გვინდა, რომ პოლიცია და პატრული მომავალშიც ასრულებდეს თავის მოვალეობას და ამის გარანტიას ვაძლევთ ყველას, ვინც ფიქრობს და მხარს უჭერს ქრისტიან დემოკრატების ხელისუფლებაში ყოფნას. მაგრამ ამავე დროს ეს პოლიციაც დეგრადაციის გზას დაადგება და დაკარგავს საზოგადოების მხარდაჭერას და გახდება ნაკლებად ეფექტური, თუ კი სასამართლო არ გაძლიერდა. თუ კი ყველა პოლიციელს მინისტრი დაწყებული, რიგითი პატრულის თანამშრომელი დამთავრებული არ ეცოდინება, რომ ყველაზე მთავარი არის ადამიანის უფლებების დაცვა და პოლიცია არსებობს ხალხის დასაცავად და არა ხელისუფლების ინტერესების დასაცავად. ჩვენ ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლება გვინდოდა და არა ეროვნულ მისაღებ გამოცდებზე მხოლოდ კორუფციის აღმოფხვრა. დღეს ფულს აღარ იხდის ოჯახი უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად, მაგრამ იხდის ორჯერ, სამჯერ და ოთხჯერ უფრო მეც იმისთვის, რომ სტუდენტს სტატუსი შეუნარჩუნოს და სწავლას არ მოწყვიტოს. ჩვენ თავაზობდით და ეხლაც გეუბნებით, თუ გვინდა ეს საქმე ბოლომდე მივიყვანოთ, მარტო ეროვნული გამოცდებით კი ნუ ვიტრაბახებ და კორუფციის აღმოფხვრით. არამედ სტუდენტებს და ახალგაზრდობას, ჩვენ შვილებს მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ ისწავლონ. შესაბამისად, მივცეთ მათ 50%-იანი სასწავლო სტუდენტური გრანტი მაშინვე, როგორც კი ისინი ჩააბარებენ გამოცდას და მოხვდებიან უმაღლეს სასწავლებელში. ჩვენი მიზანი მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება იყო და მეტი დასაქმება და არა ბიზნესის დაწყების თუ სხვა ადმინისტრაციული კონტროლის მეთოდების გამკაცრებით მსოფლიო რეიტინგებში კეკლუცობა. ჩვენი მიზანი და ამოცანა და რეფორმისაც უნდა ყოფილიყო მეტი დასაქმებული ადამიანი და არა ციფრები, რომელიც თვითონ თქვენ არ გიყვართ, მაგრამ
როცა გინდათ სააკაშვილთან ერთად ყურები აქვს გამოჭედილი თელს ქართულ საზოგადოებას მსოფლიო ბანკის რეიტინგებით და თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სტატისტიკას ვენდო თუ თქვენს განწყობებს. სტატისტიკას, რომელიც უნდა იყოს თერმომეტრი ჩვენს საზოგადოებაში პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ სფეროებში მიმდინარე პროცესების. რას ველოდოთ ახლა ჩვენ და რისი შემყურენი ვიყოთ? ვანო მერაბიშვილი რა განწყობით ეკიდება საქართველოში არსებულ პრობლემებს თუ იმას, რასაც სახელმწიფო სტატისტიკის დეპარტამენტი გვეუბნება? თქვენს ნებაზე რო იყოს, თელს მთავრობას ალბათ გააუქმებდით და ერთ დიდ პროპაგანდის სამინისტრო შექმნიდით. აი ეს არის ის, რაც ყველაზე კარგად გამოდის ამ ეტაპზე ნაციონალურ მოძრაობას. მაგრამ იმასაც შეგახსენებთ, რომ ამასაც თავისი რესურსი და ვადები გააჩნია. რაც არ უნდა მეტი იძახოთ, ხალვა-ხალვაო პირში არ გატკბილდება და რაც არ უნდა მეტი ვიძახოთ, რომ საქართველოში მოსახლეობის ნახევარი დასაქმებულია და თურმე დაუსაქმებელთა რაოდენობა სოფლებში 6%-ს არ აღემატება, ეს ადამიანები ხო დაუსაქმებლები არიან. მათ ჯიბეებში ხო ფული არ არის, გადასახადებს ხო ვერ იხდიან. ასე რომ ამ ტყუილს დიდი ხანია უკვე რაც მოკლე ფეხები აქვს და ამ ტყუილის შედეგებს თქვენ ნახat არჩევნებში, როდესაც მოსახლეობა მხარ დაუჭერს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც საპნის ბუშტებს არ ბერავს და რეალური დაპირებებით მიმართავს საკუთარ მოსახლეობას. ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანა არის ავაშენოთ ერთიანი საქართველო ყველა თაობისთვის, სადაც შვილებს ეკნებათ ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლება, სადაც მშობლებს ეკნებათ დასაქმება და მათთვის სამუშაო ადგილის ძებნა არ იქნება პრობლემა, ეკნებათ მუდმივი შემოსავალი და არ იქნებიან მათხოვარივით ხელგაწყვილები მუდმივად სახელმწიფო სოციალური დახმარებებისათვის და სადაც ხანდაზმულებს, პენსიონერებს ეკნებათ დაფასება. ჩვენ ესეთ საქართველოს ვაშენებთ. თქვენ უარს ამბობთ შვილებისათვის განათლების უფლების მიცემაზე, რადგან საქართველოში ძალიან ძვირი ღირს სწავლა დაწყებული საბავშვო ბაღებიდან და დამთავრებული უმაღლესი სასწავლებლებიდან და არ ითვალისწინებთ ქრისტიან-დემოკრატების წინადადებას საბაზისო 50%-იანი სასწავლო სტუდენტური გრანტების შემოღების თაობაზე, რითაც ქართველ სტუდენტებს და მათ ოჯახებს მოეხსნებათ ეს უზარმაზარი ტვირთი გადასახადებისა უმაღლეს სასწავლებლებში. თქვენ უარს ამბობთ ეკონომიკის ლიბერალიზებაზე, უარს ამბობთ სისხლის სამართლის პოლიტიკის შემსუბუქებაზე, განსაკუთრებით ეკონომიკური დანაშაულებსა თუ გადაცდომებში ბრალდებული ადამიანების მიმართ და დღემდე ათასობით ადამიანს, რომელსაც ბუღალტერიაში შეეშალა, რაიმე პრობლემა შეექმნა, ციხეებში ამყოფებთ, ნაცვლად იმისა, რომ ეს ხალხი გამოუშვათ, დააჯარიმოთ, ფული გადაახტევინოთ, მაგრამ ციხეში არ გამოამწვდიოთ ის ნაწილი საზოგადოების, რომელშიც ყველაზე მეტად არის ეკონომიკური აქტივობისა და ცოდნის რესურსი და ენერგია. ანუ თქვენ დასაქმებას კი არ უწყობთ ხელს, არამედ ადამიანების უმუშევრად გადაქცევას, გაღატაკებას და გაღარიბებას და თქვენ უარს ამბობთ იმაზე, რომ დაფასებული იყოს პენსიონერი, ხანდაზმული, ასაკში შესული ადამიანი, რომ მისი პენსია საარსებო მინიმუმს შეესაბამებოდეს დღესვე და ამასთანავე მისი პენსიით მას შეეძლოს კომუნალური გადასახადების გადახდა. მე გუშინაც დაგისვიდა შეკითხვა და დღესაც გაგიმეორეთ. მაგრამ თქვენ ამ კითხვაზე პასუხს გაურბიხართ. თქვენ გირჩევნიათ ილაპარაკოთ დაპირებებზე და არ უთხრათ ხალხს, რას უპირებთ მაღალ კომუნალურ გადასახადებს, გაზზე, ელექტროენერგიაზე, წყალზე, გადასახადებს, რომელიც წელში წყვეტს ჩვენს მოსახლეობას და წელში წყვეტს ამავდროულად ჩვენს ბიზნესს, რომელიც სრულიად არაკონკურენტული არის მთელს ამ რეგიონში და ეს იწვევს სწორედ უზარმაზარ უმუშევრობას ქვეყანაში, რაც არის საფუძველი სოციალური სიდუხჭირისა და სიღატაკის. თქვენ მხარს არ უჭერთ ჩვენი შვილების განათლებას, თქვენ მხარს არ უჭერთ ჩვენს ოჯახებში მშობლების დასაქმებას და ძლიერ ოჯახს, თქვენ მხარს არ უჭერთ მოხუცების, პენსიონერების, ხანდაზმული ადამიანების დაფასებას. ჩვენ ამას უჭერთ მხარს და სწორედ ამის გამო უარს ვამბობთ ნაციონალური მოძრაობის, სააკაშვილის და მერაბიშვილის მთავრობის მხარდაჭერაზე. მადლობა.